ახლა მე ისეთ რაღაცას გაჩვენებთ, რომ ყველას შოკში ჩაგაგდებთ. მე ვარ ნათია შაი, ეს არის ჩემი არხი, გამოიწერეთ არხი და ეს არხი თქვენიც გახდება. ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ დარწმუნებული ვარ ყველა თქვენგანი მოიმარჯვებს ფურცლებს და პასტებს. ახლა შეხედეთ. დედაჩემი დაიბადა 13 რიცხვში, მეათე თვეს 1959 წელს. მამა დაიბადა 3-ში 3 მარტს იგივე წელს. ეხლა ნუმეროლოგიით ჩვენ რო შევკრიბოთ 1-ს მივუმატოთ 3, რომ გამოვიანგარიშოთ ნუმეროლოგიით ენერგია, მისი დაბადების რიცხვი არის 4, თვის რიცხვი არის 1 და წლის რიცხვი 1-ს მივუმატოთ 9, მივუმატოთ 5 და მივუმატოთ 9, ეს არის 24, 2-ს მივუმატოთ 4 არის 6. წელი იგივეა და 6-იანი იქნება წელი. მამის 3, 3 და 6, იმიტომ რომ ეს ერთი ციფრია და აღარ უნდა შეკრება. ახლა ნახეთ, შვილები, მე ვარ მათი პირველი შვილი და დავიბადე 2 ოქტომბერს 1991 წელს. აქაც იქნება 2, 10 პლუს, ანუ 1 პლუს 1, 0 არის 1 და წელი რო შევკრიბოთ არის 19, 1-ს მივუმატოთ 9, მივუმატოთ 8, მივუმატოთ 1 და 1-ს რო 9 მივუმატოთ 10, ანუ ისევ 1, 0 არ ემატება. ჩემი მეორე ძმა, მეორე შვილი, ასე ვთქვათ, დაიბადა 22-ში მე-12 თვეს 1985 წელს. 2-ს მივუმატოთ 2 არის 4, 1-ს მივუმატოთ 2 არის 3 და 1985 რო შევკრიბოთ, მივიღებთ 23-ს და გამოდის 5. და ყავს კიდე მესამე ძმა, ანუ ჩემ მშობლებს ყავთ მესამე შვილი, რომელიც დაიბადა 29 მე-7 თვეს 1990 წელს. 2-ს მივუმატოთ 9 არის 11, 1 და 1 არის 2, ну 7 ჩამოვა თავისთავად და 1990 რო შევკრიბოთ, 1-ს მივუმატოთ 9 არის 10, 9 მივუმატოთ არის 19, 19-ს 1 არის 2-ია, ხო? ხო არ მეშლება, თავიდან შევკრიბოთ, მოდით დიდ ციფრებს შევკრიბა 1990 წელს 9-ს მივუმატოთ 9 არის 18 და 18-ს 1 არის 9, 1-ს რო 9 მივუმატოთ არის 10 და 1. გამოდის 1. ეხლა შეხედეთ. შვილი აუცილებლად მოდის ან დედის საგვარეულოდან, ან მამის საგვარეულო ენერგიით. და ეხლა ვნახავთ, რომელი შვილი, რომელი საგვარეულო ენერგიაშია. ნახეთ, 1 მე ვარ დედის საგვარეულოდან, 3 ჩემი მეორე ძმა არის მამის საგვარეულოდან და 1 ესეც არის დედის საგვარეულოდან, მესამე შვილი. ანუ ნახეთ რა გავაკეთეთ, 4, 1 და 6 უნდა განმეორდეს რომელიმე შვილში, ან მშობლის, ანუ დაბადების თვის და რიცხვის ციფრი. ამ შემთხვევაში 3-იანი და 6-იანი უნდა განმეორდეს რომელიმე შვილის ციფრში. ნახეთ, 3-ვე შვილიდან 2 ვართ დედის საგვარეულოდან, 1 მამის საგვარეულოში. ეხლა მე მინდა გაჩვენოთ, ჩემ შვილებთან რა ხდება. ჩემი პირველი გოგონა დაიბადა ჩემი პირველი გოგონა დაიბადა 7-ში მე-8 თვეს 2019 წელს და 2019 რო დავაჯამოთ 1 პლუს 2 არის 3-იანი. და ჩემი მეორე შვილი დაიბადა 9-ში მე-3 თვეს 2024 წელს და ესე ამებს აღარ ვაჯამებ, თითო ციფრია და ამ შემთხვევაში 2-ს 2 4, 4-ს 4 არის 8.
მე არა მაქვს არც 7-იანი, არც 8-იანი, არც 3-იანი, არც 9-იანი. ეხლა მე გაჩვენებთ ჩემი მეუღლის მონაცემებს. ჩემი მეუღლე დაიბადა 3 თებერვალს 1971 წელს. სამიანებს ხო არ ხედავთ? აი, ორივე ჩემი შვილი არის მამის საგვარეულო ეგრეგორიდან. გააკეთეთ თქვენც, აღმოაჩინეთ ეს სასწაული და მომწერეთ. უფრო მეტი ინფორმაცია რო გაიგოთ, ვიწყებ ახლა სასწავლო კურსს ბედის მატრიცასთან დაკავშირებით. შეგიძლიათ შემომიერთდეთ, სწავლა გაგრძელდება 4 თვეს, ფასი არის ძალიან მისაღები, მხოლოდ 150 ლარი, ჩატარდება კვირაში 1 ლექცია, რომლის ჩანაწერიც იქნება შემდეგაც შეგიძლიათ მოусმინოთ, უყუროთ რამდენიმე თვე, გაიცემა ოფიციალური სერტიფიკატები. სწავლა იქნება ასტროლოგი ჯეზე. გელოდებით.